ხელოვნური ინტელექტის მოდელის ანთროპიკის კლოდის skills-ი ერთ-ერთი უძლიერესი, მაგრამ ცოტა დაუფასებელი ფუნქცია შესაძლებლობაა განსაკუთრებით ქართულ კონტექსტში. თითქოს არავინ არ ხმარობს, არავინ არ საუბრობს ამაზე. მართალია ახალი მოვლენა ერთი თვე თუ თვენახევარია გასული, რაც გამოვიდა. უბრალოდ მართლა ძალიან მაგარია და მეც რატომღაც რაღაცნაირად ვერ მოვიცალე, ვერ მივაღწე იქამდე, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ტუტორიალი ჩამეწერა. ეს ფუნქცია ამ ხელოვნური ინტელექტის ძალიან მაგარ მოდელს კლოდს ასწავლის კონკრეტულ უნარს. ოღონდ ეს არ აგერიოთ GPT ასისტენტის შესაძლებლობაში, რაც ChatGPT-ის შიგნითაა განთავსებული. ბევრად უფრო მაგარი რაღაცა, აბსოლუტურად სხვა დონეა. მოკლედ, ასწავლის კლოდს ეს სკილი, რასაც თქვენ შექმნით და ატვირთავთ, თუ როგორ დაწეროს კონკრეტული რეპორტები თქვენი კომპანიის სტილში, როგორ გაუმკლავდეს მონაცემთა დამუშავება სპეციფიკური წესებით, ან სულაც როგორ გაანალიზოს თქვენი კოდი გარკვეული სტილით. Skills ჩათვალეთ, რომ არის გარკვეული ფოლდერები, სადაც უნდა ჩაწეროთ თქვენი ინსტრუქციები, სკრიპტები, მაგალითები და რესურსები. კლოდი თვითონვე გადაწყვეტს, თუ რომელი სკილი გამოიყენოს კონკრეტულად რომელ სიტუაციებში. და ამით ბევრად უფრო სწრაფ, ზუსტ და კონსისტენტურ პასუხებს გაგცემთ. მოკლედ, ხელოვნური ინტელექტის განსხვავებულ ძალას იგრძნობთ ამის გამოყენებით. ნაცვლად იმისა, რომ ყოველ ჯერზე დიდი პრომპტები წეროთ და ძალიან ბევრი დრო დახარჯოთ ამაზე, შექმნით კონკრეტულ სკილებს და კლოდმა იცის უკვე როგორ მოიქცეს იმ კონკრეტულ შემთხვევებში. მაგრამ არ აგერიოთ ერთი მომენტი. კლოდი ძალიან ძლიერია კოდირებაში. მე არ ვსაუბრობდი ამ წუთში კოდირებაზე. მე ვსაუბრობდი უბრალოდ კომუნიკაციაზე კლოდის web ან desktop ინტერფეისში. აი კლოდ კოდთან ეს ფუნქცია უკვე სასწაულ შესაძლებლობებს ქმნის. ძალიან მაგარი რაღაცების გაკეთება შეიძლება კლოდ კოდის, კლოდ სკილის, MCP სერვერის და ახალი საბაგენტების დახმარებით. ვინც კოდს წერს, ჩართულია ამ თემაში, გამოცდილება აქვს, მისთვის არ იქნება რთული გასაკეთებელი ეს ამბავი, თუმცა მე მაინც მალე ტუტორიალს ჩავწერ და დაწვრილებით აღწერ და გიჩვენებთ ამ ყველაფერს, თუ რაოდენ კარგი ფუნქციაა და რამდენად ბევრი რამის გაკეთება შესაძლებელი, მათ შორის თუნდაც არა კოდის დონეზე AI აგენტების შექმნა N8-ის პლატფორმაზე მაგალითად.